გამარჯობა მეგობრებო, სასიხარულო ამბავით ბრუნდებით ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, რომელიც ფრანკფურტში ჩატარდა და მოგეხსენებათ, რომ აინტრახტს მოუგეთ 5-1 გასვლაზე, რაც სასიამოვნო შედეგი არის, თუმცა რაღაცნაირად იმას ვერ დავიწყებ, რომ როგორც იქნა მოვიგეთ და ასე შემდეგ. იქ გქონდა ჩვენ ზედიზედ 4 მატჩი, გქონდა წაგებული, მაგრამ არაფერი ისეთი მაინც რაღაცა გასაგებია, რომ პატარა ჩავარდა და კრიზისი, ესე ვთქვათ, ქვაღორღიანი და ცოტა ესე იგი ორმოიანი გზა შეხვდა წარმატებისკენ მიმავალი. მაგრამ ყველაფერი საბოლოო ჯამში ლოგიკურად დასრულდა ამ ყველაფრის შემდეგ. მე მგონია, რომ ზოგადად უკეთესობისკენ წავა გუნდი, არათუ აქედან ზოგადადაც და აი ეს რაღაცა გამორკვევა საკუთარ თავში და ახალ გუნდად ჩამოყალიბება და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ეს ყველაფერი იყო ამისი ნაწილი და შესაბამისად ჩემთვის ეხა რაღაცნაირად იმის ტრაგიზმით განხილვა, რომ არიქა გუნდს რაღაცა კრიზისი უდგას და რა გვეშველება და კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ეს თავისთავად ცხადია, ესე არ არის, უბრალოდ იქ არის აშკარად არის რაღაცა პრობლემები. იქ მე წინა ვიდეოშიც მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის შემდეგაც ვისაუბრე, რომ გვაქვს ენერგიის პრობლემაც, შემართების პრობლემაც, დასალაგებელია გუნდი, ვიღაცას შეიძლება უკვე ცოტა წამოეწია, მაგალითად თავდაჯერებულობის პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? ესეთი რაღაცეები ხდება ხოლმე ფეხბურთში, განსაკუთრებით დიდ გუნდებსაც ემართებათ ხოლმე ესეთი რაღაცეები. ანუ ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი ლივერპული არ არის პირველი გუნდი, რომელსაც ესეთი პატარა ცუდი მოსახვევი ან რაღაც ციცაბო გზა შეხვდა და შესაბამისად ამაში მე დიდ ტრაგედიას ვერაფერს ვერ ხედავ და ისეთი კატასტროფულიც ზოგადად არაფერი არ ხდება ხოლმე მოედანზე. პირიქით არის ხოლმე რაღაცა მომენტები, რომ უბრალოდ აი მომენტებს ქმნიან, ყველაფერი თითქოს რაღაცნაირად სტაბილურობასაც იჭერენ ხოლმე რაღაც მომენტებში და მერე რაღაცა არ გამოდის. ეხა მოდი აქ იმდენ რამდენადაც მოვიგეთ ეს თამაში, ამაზე მე რაღაც პატარ-პატარა კომენტარებს გავაკეთებ ინდივიდებზე, რომლებიც ჩავინიშნე. საბოლოო ჯამში გუნდით კმაყოფილი ვარ თავისთავად, იმიტომ რომ ეხა 5-1 მოვიგეთ და პრინციპში აინტრახტი მთლად ეხა ისეთი მეტოქეც არისო, რომლისთაც ძალიან აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ ესეთი მოგებით, იმიტომ რომ თვითონაც კრიზისი უდგა სერიოზული, მაგრამ თავისთავად გუნდისთვის ეს რომ აი ამ რაღაცა პატარა წარუმატებელი სერიის შემდეგ რაღაცა ეს თავდაჯერებულობის მომატების ამბავში ეს ყველაფერი საჭირო იყო, გასახარი არის და მნიშვნელოვანი მოგება იყო მაგ მხრივ ის რომ რაღაცა ეს ძირს რომ ვარდება რაღაცა და უცებ ხელს რომ დაავლებ იმით და რომ ძირს დავარდნას რო არ აცლი და ეს გარკვეულწილად ესეთი ის არის რომ ფორმაში ხარ რა, ანუ ცოტა რაღაცა ხელი გაგეშვა, მაგრამ აი არ დაიმსხრა ეს რაღაცა. აი მაგ მომენტისთვის რაღაცნაირად ესეთი იმისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით, რომ გუნდსაც ეს რაღაცა ხო, ოკეი, კარგად ვარ, აბა ჯიგრებო, რაღაცა შემოვილაწუნეთ ეხლა და რაღაც აი მაგ ამბავში საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის გოლი, რომელიც გაგვიტანეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეხლა ზოგადად მაგალითად წინა სეზონში, როდესაც მე ვლაპარაკობდი არნეზე და მის მიერ შემოტანილ გარკვეულ ცვლილებებზე, რაც ძალიან მომწონდა მასში იყო ის, რომ მაგალითად იურგენს და იურგენის ლივერპულს ჰქონდა ის, რომ აი ძალიან ჰაილაინს თამაშობდნენ და ხანდახან იყო ხოლმე, რომ რამდენიმე გუნდმა, რომელმაც ან დაგვიმუღამა, ან რაღაცნაირად იპოვა გასაღები იურგენის იმ ტაქტიკაში, გამოგვიჭირა რამდენჯერმე და ხშირად იყო ხოლმე, რომ რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რაღაცნაირად ისე თამაშობდა და იქ ჩვენ იურგენის ენერგიაც გვახსოვს, რომ თვითონ რაღაცნაირად ახერხებდა ხოლმე, რომ გუნდი ცოტა მოეკოქა, მაინც იყო მომენტები, როდესაც დაცვაში, პრინციპში დაცვაზე მთლად ისეთი აქცენტიც არის, მთავარი იყო გენგენპრესი იყო, ხო, მისი ტაქტიკა, რომ იქვე წაართვი და ეგრევე დაიწყი ახალი შეტევა მაშინვე, ხო, ეს იყო მისი ძირითადი ფილოსოფია. და არნესთან რაც მომწონდა ზუსტად ის იყო, რომ ზოგადად შემტევი შემართება და შემტევი ტაქტიკა შეინარჩუნა, მაგრამ დაცვა რაღაცნაირად ისე ყავდა გადაწყობილი, აი წინა სეზონის რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩავწერე იქ თუ ნახავთ, იქ ზუსტად ამაზე ვამბობ, რომ კონტრშეტევაზე, როდესაც გადმოდის გუნდი, რაღაცნაირად ისე მოახერხა ამ კაცმა, რომ ტაქტიკა ისე დაელაგებინა და ისეთი დარიგება მისცა ფეხბურთელებს, რომ გადამოწყობას ადვილად ახერხებდნენ ხოლმე დაცვაში და ეხა ეს მე ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ამაში არის ამ სეზონში რაღაცნაირად პრობლემა ზოგადად
თლიანად გუნდში არის პრობლემა და აი ხა ამაზე უფრო მე დეტალურად რა თქმა უნდა ყველაფერზე როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე ნელა უფრო მეტად ვისაუბრებ მაგრამ აი პირველი გოლი რომელიც გაგვიტანეს ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება აქ ჩვენ ვნახეთ რომ ბურთი დაიკარგა ეგრევე ვერ იტყვი რომ გამოგვიჭირეს კონტრშეტევაზე კონტრშეტევა იყო იდეაში ხო იმიტომ რომ ბურთი აგვართვეს და შესაბამისად უკვე თვითონ დაიწყეს მე შეტევიდან შემოგვიტრიალეს და შესაბამისად დააგვირგვინეს კიდევაც და იყო რა რომ თქვათ აი ხა ჩვენ ხედავთ რომ ესე იგი მარცხენა ფლანგზე აგვართვეს ბურთი მე იქ დაცვაში უკან ჩააბრუნა ეს ბურთი და აი აქ ორი ნახევარმცველი არის აბსოლუტურად მარტო და აქვს უდიდესი სივრცე ორივეს და შესაბამისად პასი ეგრევე მიდის ამ ორთან და შესაბამისად როდესაც ეს ორი მერე იწყებს შეტევას უკვე თავისი გუნდით და ბურთის ტარებას ჩვენი ნახევრისკენ ხო აქ ნახეთ როგორი სიტუაცია ხდება ორივე ერთვება ორივე ჩართული იყო აი ეს ორი ფეხბურთელი რომელიც მარტო იყო იქ როდესაც შეტევა დაიწყეს ორივე ჩართული იყო ერთმანეთში გაათამაშეს ბურთი თავის ნახევარზე და მეორე ჩვენს ნახევარზე რომ გადავიდნენ უკვე სადაც იქ მე იქ რაღაცა ის კიდე ერთი გაუგებრობა მოხდა რაღაცა უაზრო საბოსლაი და ჯონსი ერთმანეთს შეეჯახენ და მაგითი ეს ორი კაცი კიდევ მარტო დარჩნენ და შესაბამისად იმ შემტევმა 19 ნომერი იყო თუ არ ვცდები დაუბრუნა ისე იგი ისევ ცენტრში ჩააბრუნა ბურთი ამასობაში ჩვენ იქ ხედავთ რომ ვირჯილი თავის ადგილზე არის ჯონსი აზღვევს კონატეს ცენტრში უყურეთ საბოსლაი და კონატეც ბრუნდება თავის პოზიციაზე მაგრამ იქ გასაგებია რომ კონატე მაღლა იყო აწეული და იქ ცდილობდა რომ 19 ნომერთან ეთამაშა და მას ჯონსი აზღვევს მაგრამ აი ეს ორი კაცი მთლიანად შეხედეთ აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე აქვს. აქ ხა ვირჯილი თავისთავად ცხადია, თავის კაცი ყავს აყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში რობერტსონი არის ცოტა პოზიციიდან ამოვარდნილი და აი ეს უდიდესი სივრცე, რომელიც აქვს კრისტიანსენს, ეს რაღაცნაირად უნდა ჩემი აზრით რობერტსონს უნდა აეღო, მით უმეტეს იმ ხრივ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ვირჯილი ისე არის ისე დგას პოზიციაში რომ რაღაცა უხერხული შემოტრიალება თუ მაგალითად აი ეს ნახევარმცველი რომელსაც ბურთი აქვს გადაწყვეტს რომ ვირჯილთან რომ მოთამაშე დგას არ ვიცი ხა გვარი სიმართლეს გეტყვით არ მახსოვს და არ ჩამიხედია ესე ექსპრომტად განვიხილავ ამ თემას. აი იმას რომ გადააწოდოს ამ ტიპმა. ჯერ ერთი რობერტსონი აქ ვერაფერს ვერ იზავს. ყველა ვარიანტში უკნიდან უნდა ჩაუკეტოს სივრცე რომელიც პრინციპში მაინც მთელი ჯაფა გადადის ვირჯილზე, ხო? ვირჯილი თან პრინციპში აქ ისე დგას, ისეთ პოზიციაში დგას, რომ უხერხული შემოტრიალება ან რაღაცა მოძრაობაზე რომ დაიჭიროს, მაგის შანსი არ არსებობს რა. ყველა ვარიანტში ამაზე თუ გავიდა ეს პასი, ვირჯილს ეს ტიპი დაკეტილი ყავს. ვირჯილი ამოუკეტავდა ამ შემთხვევაში ამ ტიპზე რომ გადაეცა პასი და მე იქ მამარდასთანაც მოუწევა თამაში. ანუ ორი კაცი ისედაც ამ ტიპს იცავს. აქ ამ შემთხვევაში მგონია რომ უფრო რობერტსონის შეცდომა არის რომ მისი კაცი არის აბსოლუტურად ცარიელი და შესაბამისად იღებს უადვილეს პასს, ხო? და ეს ტიპი მე შედის რობერტსონი ვერ ასწრებს თითქოს რომ მივიდეს მასთან. აქ მე მგონია რომ თავისი პოზიციიდან ამოვარდნილობის გამო და აი ამ რაღაცა დაგვიანებული რეაქციის გამო ამ ტიპს მისცა უფრო მეტი სივრცე, თუმცა ამ ტიპმაც ეხა მაინც და მაინც ის ძალიან სწრაფად არაფერი არ იმის რომ შევიდა საჯარიმოში და რობერტსონთან მაინც და მაინც დიდი სივრცე არ აქვს. ვირჯილიც უკვე იმ ტიპზე თამაშობს, თავის კაცს აღარ ფარავს, უფრო ზონალურზე არის გადასული და არა იმაზე რომ კონკრეტული ტიპი აიყვანოს საჯარიმოში და ცდილობს რომ თქვა იქ რაღაცა თუ პასი გააკეთა ამ ტიპმა იმ პასზე ითამაშოს. ხო, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ხა იქ ხო თუ პასს აკეთებს, მაშინ წინ უნდა გაუშვას ან უკნიდან უნდა გამოატაროს, ხო? და შესაბამისად ვირჯილს ამ შემთხვევაში საბოსლაიც აზღვევს აქ რომ თუ პასი გაკეთდა რობერტსონის უკანა მხრიდან ამ შემთხვევაში იქ საბოსლაიმ უნდა გაწმინდოს ეს სივრცე. მაგრამ ორ მცველში ამ ტიპმა და მეკარეში გააძვრინა და გოლი გაგვიტანა. ეხა აქ პრინციპში იმის თქმა რომ თვითონ დარტყმის მომენტში რაღაცა ვიღაცამ არასწორად გააკეთა ჩემი აზრით. არასწორია უბრალოდ,
გაიტანა რა ტიპმა ეხლა ნუ გააქვთ ეხლა თავდასხმელია ფეხბურთელია პროფესიონალი ფეხბურთელია რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს უნდა გახონდეს ზოგადად ბურთები და მით უმეტეს ეს სიტუაციებში ხო როდესაც შევიდა საჯარიმოში ჩემი აზრით თავარი მომენტი აქ იყო ის რომ პირველ რიგში საწყის ფაზაში, როდესაც ჩვენ ბურთი აგვართვეს და იქ ორი ადამიანი ცარიელი იყო და იმათმა ერთმანეთში გათამაშებაში და აი ამ ორმა ნახევარმცველმა შექმნა ეს ბურთი თავიდან ბოლომდე. და შესაბამისად, ეხა არ ვიცი, აი ნახეთ, რამხელა სივრცე აქვს ორივეს. რამხელა სივრცე აქვს ორივეს შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ საბოსლაი მალევე წამოეწია და ჯონსი თითქოს მერე მიდის ამ იმისკენ რომ ჩაახშოს ეს ყველაფერი რის შედეგადაც მოხდება ის რომ ჯონსი ვისაც მეურვეობდა მარცხენა ფლანგზე ის იმ ტიპზე მიდის ეს პასი იმიტომ რომ ის საერთოდ ცარიელი არის და აქ 4 კაცში გააძვრინა და თან ამ 4 კაცში ისე მოხერხდა რომ ის ორი ტიპი მაინც ცარიელები იყვნენ და წინ სივრცე ჰქონდათ ანუ შეიძლება რომ რაღაცა მიიღო იმ მომენტში და გვერდით და უკან და გარშემო რაღაცნაირად ჰქონდეს სივრცე, მაგრამ ისეთი სივრცე ჰქონდათ შექმნილი ტიპებს, რომ წინ სulis საშუალება მიეცათ და შესაბამისად აბსოლუტურად ღია და ცარიელ ადამიანზე ეს ორი ტიპი უნდა ჩახშულიყო რამენაირად მით უმეტეს, როდესაც 4 ადამიანი თამაშებოდა 4-3-ზე იყვნენ ამ შემთხვევაში და იქ ვნახეთ რომ ის შეცდომაც იყო რომ საბოსლაი და ჯონსი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამიტომ ეს გოლი თავიდანვე აი განწირული იყო იმითი რომ ის ორი ტიპი იქ უაზროდ აბსოლუტურად თავისუფლად იყვნენ და მთელი მოედნის გადმოკვეთის და ერთმანეთში გადათამაშების და თავისუფლად პასების მიცემის საშუალება მიეცათ. მე ესე მგონია, არ ვიცი თუ რამე შერმეთანხმებით, გამიზიარეთ თქვენი აზრები. ხო, ეხა დანარჩენი ზოგადად ეკიტიკეზე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შემთხვევაში ისევ ძალიან მომწონს ეს ბიჭი ჩვენ დავინახეთ რომ ბურთი კარგად მიიღო წაიღო და ჩვენი ნახევრიდან ატარა ეს ბურთი მშვენივრად ანუ იქ არ წაუბორძიკებია არ წონერვიულია რომ ან სისწრაფე დაეკარგა ან რაღაცა შემართება არ ეყო ან რაღაცა რამე ისეთი პატარა ლაფსუსი ქონოდა მე კარგად ჩატეხა ისე რომ სივრცე რაღაცნაირად მოუჭრა იმას მცველს რომელიც ეწეოდა და ის რომ გადაუსწრებულიყო და იქ რაღაცა ზონალური ჩაკეტვა გაეკეთებინა იქ თავის გაირთულებდა ამ ყველაფერს და ესეც კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ იქ არის ხოლმე, ხო, ჩვენ გვინახავს თავდახმელები, რომ იქ ზუსტად მასე რომ ჩატეხავენ და ამ დროს იქ შემხვედრ მცველთან ვეღარ ქაჩავენ ხოლმე და ამ შემთხვევაში ბურთს კარგავენ, ამან არათუ არ დაკარგა ბურთი, არამედ გვერდით კიდე ამ სობაში მეორე მცველი წამოეწია, წინ მეკარე ჰყავდა და აი ამ სიტუაციაში ფანტასტიკურად შეძლო მშვიდად, აი რასაც ქვია ფინიშერი ძალიან საკაიფოდ დააგვირგვინა ეს ბურთი. ხო, ეხლა რაც შეეხება ვირთზე უნდა ვთქვა აუცილებლად, ჩვენ ეხლა გასაგები არის ლივერპულის გულშემატკივარს ბევრად უკეთესად გვესმის ხოლმე გუნდში რა ხდება და ვის რა ფუნქცია აქვს, მაგალითად ფირმინოზე შემიძლია გავიხსენო, რომელიც არ იყო ეს ფეხბურთელი, რომელიც რაღაცა გოლების წვიმას გვთავაზობდა ყოველ სეზონში, ხო, მაგრამ ზუსტად ვიცოდით ამ ბიჭს რა ფუნქცია ჰქონდა, გოლს თუ გაიტანდა ძალიან გვიხაროდა, თუ არა და მისი ფუნქცია მოედანზე რა იყო და რა სივრცე უნდა შეექმნა და ვისთან როგორ ეთამაშა და რა პარტნიორობა უნდა ჰქონოდა მოსთან და მანესთან ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცოდით. მაშინაც იყო ხოლმე რომ ეხლა ფირმინო რანაირი თავდასხმელია გოლები ვერ გააკდა რაღაცეები და ამას ყურადღებას არც ვაქცევდით ხოლმე. ეხა ვირთზე შეიძლება რაღაცნაირად ვიღაცას გულში ხინჯათ აქვს იქ რომ იქ მუდმივად არის ამ თემაზე და ამ ბიჭზე დაცინვა რაღაცნაირად სტატისტიკაზე და მით უმეტეს ის რომ მისი ფასის გამო შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირი ტვირთი ხო რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლევს იმის საშუალებას რომ რაღაც მეზობელი გუნდის გულშემატკივარმა რაღაცა წამოგვაძახოს. ამ შემთხვევაში ევერტონის და მანჩესტერ იუნაიტედის ფანები აქტიურობენ ისე რომ გეგონება მაგათი გუნდები იმას ვარსკვლავებს წყვეტენ რა. შარა. რაც შეეხება ვირთს, მოდი ახლა ვნახოთ. პირველ რიგში ახლა მე ძალიან ისე ვაკვირდებოდი ამ ბიჭს და რაღაცები მოვინიშნე და რაც უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი ესე იგი პატარა შესავალს გავაკეთებ მისი სტატისტიკის შესახებ და მისი მონაცემების შესახებ და მე უკვე მომენტებზე გადავალ პირდაპირ. მას ჩაეწერა ოფიციალურად
ასისტი. მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია რეალურად იქა, ხო? უბრალოდ ბურთი დაუგორა საბოსლაის და საბოსლაიმ დაარტყა შორიდან, გაიტანა გოლი. ანუ არაფერი განსაკუთრებული ასისტი ან რაღაცა მომენტის შექმნის პონტი არ გაუკეთებია ვერც იმ სიტუაციაში. მეორე ასისტი რო ჩაიწერა, ხო? პირველ ასისტზე მე ვილაპარაკებ ცალკე. მაგრამ სტატისტიკა როგორც ესეთი რიცხვად ჩაიწერა მის მონაცემებში. ეს ჩვენ გვეუბნება იმას, რომ სტატისტიკა არ ასახავს რეალობას, რაც ხდება მოედანზე. იმიტომ რომ ოკეი, ერთი ასისტი აქვს, მაგრამ როგორი ასისტი იყო, არაფერი ასისტი აღარ იყო, ხო? მაგრამ ეხლა უყურეთ, ის მომენტები, რომლებშიც ასისტი არ ქონდა ამ ტიპს, ბევრად უფრო მეტი იყო და ბევრად უფრო საინტერესო, უფრო დინამიური და უფრო მეტად დაჩვენებდა მის მონაცემებს. აი მაგალითისთვის, მე-10 წუთზე საჯარიმოსთან აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, გადააწოდა გაკპოს, დაასვა გაკპოს პასი, ფანტასტიკური შეტევა წამოიწყო, გაკპო მიქ მერე ისაკს დაუგორა და ისაკი შევიდა საჯარიმოში და მეკარე მოიგერია მისი დარტყმული კუთხურზე. ეხა ეს ბურთი რო ისაკს გაეტანა, ამ შემთხვევაში გაკპოს ჩაეწერებოდა ასისტი, მაგრამ მთელი ეს მომენტი, რომელიც სამწუხაროდ გოლით არ დამთავრდა, თავისი ბურთის საჯარიმოსთან მოპოვებიან უმაგრესი პასიანად შექმნა ამ ბიჭმა. მაგრამ სტატისტიკაში არ აისახა. მეორე მომენტი 47 წუთზე იყო ეგეთი მომენტი, რომ ეკეტიკემ რაღაცა ქუსლის ჩამოიღო და ამას დაუგორა და იქ რაღაც თვითონ ცოტა მჭიდროდ იყვნენ ორივე და თან სამი მცველი ერტყა გვერდით გარს. და აი ამ სამცველში იმ ვიწრო წრეში საჯარიმოს ბოლო მე-13-ში იყო თან, მივიდა კუთხურის ხაზთან და იქიდან რაღაცა, ესე იგი ბურთი დაიმორჩილა ამ სამ ცველში იმოძრავა და იმდენი მოახერხა რომ მოტრიალდა და ბურთი შემოაგორა საჯარიმოში, სადაც სამწუხაროდ არავინ არ იყო. ალბათ ეკეტიკე უნდა ყოფილიყო მან და ან ვინმე სხვა ვიღაცა გაკპო თუნდაც, ან შეიძლება საბოსლაი უნდა ყოფილიყო მან შემტევი ნახევარმცველი ან ვიღაცა შემტევი, რომელიც მის პას დააგვირგვინებდა. არავინ არ იყო იქ ამ შემთხვევაში და ეს შესაბამისად ეს მომენტი რომ იქ სამცველში გაძვრა და შემოაგორა უკან პასი, რომელიც პოტენციურად ვიღაცა რო ყოფილიყო იქ გოლით შეიძლება დასრულებულიყო, ეს სტატისტიკაში არ აისახება, მაგრამ მის უნარებს და მის ხედვას და ბურთთან ურთიერთობას მშვენივრად აჩვენებს. 49 წუთზე გადმოვარდნილი ბურთი, კუთხურიდან გადმოვარდნილი ბურთი ჩააბრუნა ძალიან მოზომილი პასით. ისე რომ იქ კიეზა არ დარჩენილი იყო თამაშგარეში და კუთხურიდან ბურთი გადმოვარდა და ყველა მცველი გამოდის ამ დროს საჯარიმოდან, ხო? შესაბამისად აქ ტემპი ისე უნდა დაიჭირო, რომ ეს შენი ბურთი არ აღმოჩნდეს თამაშგარეში. და აი ზუსტად ისე მოახერხა ეს ყველაფერი და მოზომილი ულამაზესი პასი ჩაასვა კიეზას, რომელიც ჩვენ ვნახეთ დაარტყა, ულამაზესად დაარტყა, მანდაც და რო გაეტანა ფანტასტიკური გოლი იქნებოდა, მაგრამ ვერ გაიტანა და შესაბამისად ეს ასისტი ვერ ჩაეწერა ვირც. რა გაეკეთებინა ეხა მეტი მაგ სიტუაციაში ვერ გავიგე. 61 წუთზე შევიდა საჯარიმოში, შემოაბრუნა ბურთი და მე მეგონა რომ საბოსლაი გაიტანდა იმ ბურთს. იმიტომ რომ აბსოლუტურად მარტო იყო, მიიღო. ის ერთი რომ გაეჩა, არ ვიცი, რა ეხა ხა მე საბოსლაის ფერფლის თამაშს ხო არ ვასწავლე და დაარტყმას. მაგრამ ვერ დაარტყა, რაღაცა ესე ოღროჩოღროდ წავიდა ის ბურთი რა, ან მოეჭრა თუ კარგად ვერ მოადო ფეხი თუ რა მოუვიდა, არ ვიცი, მაგრამ აი უნაღდესი გოლი გამაზდა საბოსლაიმ ამ შემთხვევაში, რამაც ვერ ჩაწერა კიდევ ერთი სტატისტი და ესე კიდევ ერთი ასისტი ვირცისთვის. ჯარიმაზე აღარაფერს აღარ ვამბობ იქ, იმიტომ რომ ჯარიმა დაარტყა მშვენივრად, მოკლე დისტანცია იყო, ტექნიკურობაზე ქონდა და არა ძალაზე გათვლა დარტყმის დროს და თან მიუხედავად იმისა, რომ ძლიერად არ დაარტყა, ისე დაარტყა, მაინც რომ ჯერ ერთი კარში წავიდა და მეორე მეკარემ კი არ დაიჭირა და ჩამოხსნა და კი არ ჩაეხუტა ამ ბურთს, გადაგდება მოუწია კუთხურზე. და ეხა იქ პირველი ასისტი, რომელზეც იქ საბოსლაიმ ბურთი შეუგორა და თვითონ ფლანგიდან შევია და იქ მერე გაკპოს გაატანა გოლი, ამაზე არც კი აღარაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ ეგ ჩემი აზრით აი პროგრამა მინიმუმი არის, რომელსაც ამ დონის გუნდში მოთამაშე ამ დონის ფეხბურთელები უნდა ასრულებდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესეთ სიტუაციაში
კი არა და უკეთესი სიტუაციები და უკეთესი უნარები აქვს გამოვლენილი ამ ბიჭს, უბრალოდ სამწუხაროდ ვერ აისახება ეს სტატისტიკაში, გინა დამაგვირგვინებელი ფაზით თუ ნებისმიერი სხვა რაღაცით, მაგრამ ამ ადამიანის თამაშს თუ უყურებ მოედანზე, არ ვიცი, ძალიან არაობიექტური უნდა იყო, ან რაღაცა ჰეითინგი უნდა გქონდეს მის მიმართ, რომ იმაზე გააკეთო აქცენტი მაინც და მაინც, რომ ეხლა რაღაცა გოლები და ასისტები არ აქვს. როდესაც ამ ბიჭს თავისი ფუნქცია ძალიან კარგად აქვს ათვისებული ამ გუნდში და თავის უნარებსაც მშვენივრად გვთავაზობს და ეხა დანარჩენი ხო თვითონ რაღაცას იპოვის, ალბათ მიხვდება რა, რაღაც სად არის მაგალითად რა შეუძლია უკეთესად გააკეთოს, რომ თქვათ რასაც ისინი ვერ აგვირგვინებენ ის დააგვირგვინოს, ხო იქ არის ხოლმე ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მოთამაშის რაღაცა ინტერვიუებიდანაც გვაქვს ხოლმე მე მოსმენილი, რომ იცი რა არის, აი მე ვხედავდი, რომ მე რო ესეთ პასს ვაკეთებდი იქ იმას რაღაცა აკლდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პასის სტილი შემეცვალა, რაღაცა ესეც გვიყვებიან ხოლმე, რომლის შედეგადაც მე რაღაცა პარტნიორობა ჩამოყალიბდება ხოლმე. და შესაბამისად მგონია, რომ აი მისი ამ უნარების, ხედვის და ზოგადი ქმედებების რაც აკლია არის ის, რომ იპოვოს თავის თავში არ არის პრობლემა ამ შემთხვევაში, იპოვოს რაღაცა კავშირი, აი ეს ეგრეთ წოდებული ლინკი, აი რაღაცა ნაპერწკალი ვიღაცასთან, აი ჯიგსო puzzle-ის პონჩი რო ჩასვას, რომ აი აქ თუ ამ ტიპს ესეთი პასი უნდა მივცე, იმ ტიპს ესეთი პასი უნდა მივცე, იმას ის ცოტა სწრაფია, იმას თავი თამაში უყვარს, იმას რაღაცა არ ვიცი ამებს და ამუღამებს და ყველაფერი იქნება, მაგრამ როგორც ინდივიდი ამ ბიჭის კრიტიკა მე მიმაჩნია აბსოლუტურად არასამართლიანი, განსაკუთრებით მარტო იმაზე დაყრდნობით, რომ თითქოს რაღაცა სტატისტიკური მონაცემები არ აქვს. აი მოკლედ ამის თქმა მინდოდა, ყველაფრის ეხა დანარჩენი არ ვიცი, მშვენიერი გოლები იყო, მშვენიერი თამაში იყო, კიეზა ძალიან კარგია, ძალიან გამიხარდა, რომ ითამაშა მთელი ტაიმი, ფანტასტიკურად წარმოაჩინა თავისი თავი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან მომწონს და უკვე თავისი ჯერ ერთგულებით და ამ რაღაცა ლივერპულის მიმართ შემართებით ისედაც ძალიან სიმპათიურად ვიყავი განწყობილი და როგორც ფეხბურთელიც შესაბამისად ეხა უფრო მეტად მომწონს ისაკსაც შეეხება, შეიძლება ვიღაცას რაღაცა ასევე ხინჯი ჰქონდეს და გულში რაღაცა ჩარჩეს, მე მგონია რომ ისაკიც გაიტანდა გოლს ყველა ვარიანტში, უბრალოდ აშკარა იყო, რომ აღარ ჭირდებოდა მისი ყოფნა მოედანზე არნეს, იმიტომ რომ მომდევნო თამაში გასვლა გვაქვს ბრენტფორდთან, რომელიც უხერხული მეტოქი არის და მით უმეტეს ეხა პრემიერ ლიგაში თვითონაც რაღაცა ძალიან შემართებით არიან, ეს ბოლო თამაშებიდან გამომდინარე და თან ჩვენი უფორმობაც შეიძლება რაღაც მომენტში უფრო მეტად იყოს მათი შთამაგონებელი და იქ უფრო მეტად დაჭირდება ისაკის ენერგია და ჩართულობა და შემართება და შესაბამისად კარგი არის ჩემი აზრით, რომ გამოიყვანა და ის რომ მაგალითად ბოლომდე არ დაასვენა და ერთი ტაიმი ათამაშა იმისთვის, რომ ფორმა ჰქონდეს შენარჩუნებული და რაღაცა ისე იყოს, უფრო მეტად თან შეიძლება ცოტა ისეც იყოს რა, ისაკს რაღაცნაირად ეს ცოტა გაბრაზდის ამით, რომ რა არის ახლა როგორ განა ის რომ რატო გამომცვალეს, არამედ რატო ვერ გამაქვს კიდე რაღაცა აი მაგ პონჩი და იმედი მაქვს, რომ თავის ანგარის გახსნის ბრენტფორდთან მაინც. ხო და მოკლედ ესეთი ამბები, რამეში თუ არ მეთანხმებით ნებისმიერი აბსოლუტურად ყველა აზრს მივესალმები, მისაღებია, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და დიდი მადლობა რომ მიყურებდით და გთხოვთ რომ დაალაიქოთ და დაასაბსკრაიბოთ ეს არხი. მადლობა.